ოპოზიციის ლიდერები კიდევ ერთი დაკავების მოლოდინში არიან. სასამართლო პროცესს და მისი თქმით პოლიტიკურ განაჩენს ახლა ნიკა მელია ელოდება. მელია პარალელურად ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს აღუდგება თუ არა მას დეპუტატის უფლებამოსილება. ამ გადაწყვეტილებას მელიასთვის ახლა სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, რადგან თუ მას აღუდგება სტატუსი და შესაბამისად იმუნიტეტი მას ვეღარ დააკავებენ. სწორედ ნიკა მელია იქნება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, გადაცემის მეორე ნაწილში მოусმენთ თამარ ჩერგოლიაშვილს, ასევე მოусმენთ ვანო ჩხიკვაძეს და თეონე ბაკურიძეს, ვისაუბრებთ ლობიზმზე, ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ პრობლემებზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ პრობლემებზე. ვიწყებთ საუბარს პირველ სტუმართან, როგორც გითხარით, ნიკა მელია ჩაგვერთვება ახლა ბათუმიდან პირდაპირ ეთერში. ნიკა, მოგესალმებით და მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით. ნიკა, მესმის რომ 10 მარტის საქმე უფრო მნიშვნელოვანია, იქ ხდება საპატიმრო განაჩენი, თუმცა დღევანდელი პროცესით მინდა დავიწყოთ. თქვენ დღეს ამბობდით, რომ გაქვთ გარკვეული ოპტიმიზმი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში, როცა ვთქვათ გვესმის სხვა ინსტანციებზე, რომ მართულია სასამართლო, მოსყიდულები არიან მოსამართლეები. ეს არის თქვენი სურვილი საკონსტიტუციოსთან მიმართებაში, თუ გაქვთ მაინც რაღაც ოპტიმიზმის საფუძველი? არა, ერთიც მოგესალმებით კიდევ ერთხელ, არასოდეს ცხოვრებაში არანაირი გამოცდილება ურთიერთობის საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან არ მქონია. შესაბამისად ეხლა უახლოად გეუბნებით, წინასწარი განწყობილი ნამდვილად არ ჩამოსულვარ და რწმენა იმისა, რომ ჩემი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა მქონდა ყოველთვის, ვინაიდან არის ცხადზე უცხადესი რა უნდა გააკეთოს პირუთელმა, ობიექტურმა და სამართლებმა მოსამართლემ, თუ ასეთი ხარ, შეუძლებელია სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. არა იმიტომ რომ მე მინდა და ახსი რატომ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ 9 საათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ კიდევ უფრო განვიმტკიცდა და მე ვფიქრობ და ბუნებრივია ამაზე ხა თავს ვერ დავდებ, რომ მოსამართლეებიც დაწნումდნენ. მართლაც საინტერესო პროცესი იყო. მე პირადად ეხა ასეთ საინტერესო პროცესს არ დავსრულო არასოდეს. სადაც იყო პაიქრობა ჯანსაღი მხარეებს შორის და აქტიური ჩართულობით. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ივანიშვილის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე არ არის იმდენად მაღალი, იმდენად ზლავრი, როგორც საქალაქო მე არ ვიცი, მე იმედს ვიტოვებ. არა, მე არ ვიცი, მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე არ არის. მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ხო, როგორ შეიძლება ხა ის რაც არ ვიცი და გამოჩნდება რამდენიმე დღეში ან მომდენო კვირაში. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც დღეს არგუმენტები მხარეების მოისმინეს, თავისი მტკიცებულებებით, უბრალოდ თუ მოსამართლე, რა მოსამართლე და უმრავლესობა არის მართლაც ობიექტური და მართლაც მომართული რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევაში ჩვენი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რის შედეგადაც გაუქმდება ის დადგენილება, რომელიც მიიღო 88 ქართული ოცნების დეპუტატმა და აღდგება ჩემი კონსტიტუციური უფლება. ანუ აღდგება პარლამენტარის შეკითხვები მოსამართლეების მხრიდან, აი გითხარით პარლამენტის არგუმენტები რა იყო თქვენს წინააღმდეგ, დღეს მთავარი მათი ხაზი, მათი მტკიცების ხაზი რაზე გადიოდა? როცა ამბობდნენ რომ თქვენ არ იმსახურებთ მანდატს. ჩვენი არგუმენტი ვისი არგუმენტი იყო ეს? პარლამენტის მხრიდან, მე გულისხმობ პარლამენტის მხრიდან. ხო, ნუ 88 არა, პოლიტიკოსების არა, ვინც იყო სასამართლო პროცესზე, სადაც საუბარი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკურ სამართლებრივი გადაწყვეტილება, ასეთი ფრაზა მოვისმინეთ. დიახაც, პოლიტიკურ სამართლებრივი გადაწყვეტილება და რას მოყვა მათი ეს რეპლიკა, ერთ-ერთმა მოსამართლემ კითხვა დაუსვა. აი მაგალითად, თუ კი უმრავლესობის, ქართული ოცნების უმრავლესობის რომელიღაცა წევრი იქნებოდა მელიას მდგომარეობაში და ხო შეიძლებოდა კენჭისგან ან არ ჩატარებულიყო, ან თუ ჩატარდებოდა, ვინაიდან ისინი უმრავლესობაში არიან, შესაბამისი ხმები ვერ მოეგროვებიოდა. კი ამაზე პასუხი იყო, რომ სამართლები პოლიტიკური იყო ეს გადაწყვეტილებაო. ანუ ეს არის დაუმალავს პარლამენტის უფლებების დამცველებს დღეს ბათუმში. ამოსავალი წერტილი რა არის, იცით რომ აი მე გასაჩივრებული მაქვს მაგალითად სააპელაციო სასამართლოში ის ჯარიმის იმ ჯარიმის ნაწილში, რომელიც მე დამეკისა 25000 ლარის ოდენობით, რომლის
გადახდას არ მთხოვენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. მე ნებაყოფლობით შევთავაზე პროკურატურას მიმრჩიტეთ სად არის რომელი ანგარიშია რომ ეს თანხა გადავრიცხო და რა მიპასუხეს იცი რომ დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს დაველოდოთ უზენაეს სასამართლოს და აი ამის შემდეგ მიექცევა ეს აღსასრულებლად და ამ დროს ამ ჯარიმის ნაწილში 88 დეპუტატმა აღასრულა ერთი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე ის რომ არ დაელოდნენ არც მეორე და არც მესამე გადაწყვეტილება შესაბამისად კანონიერ ძალაში ჩემი ჯარიმის ნაწილში განმარტოვებელი განაჩენი შესული არ არის და თავად შექმნეს ეს კაზუსი, თავად შექმნეს ეს პრობლემა და ახლა გამოუვალ მდგომარეობაში არიან და თუ საოცრება არ მოხდა ასეთი აპლომბით გუშინაც ვერ ვსაუბრობდი, მაგრამ ახლა მაქვს შესაძლებლობა ვისაუბრო, იმიტომ რომ მოვისმინე უამრავი არგუმენტი სამივე მხრიდან, ხო? კითხვები კრიტიკული მოსამართლეების მხრიდან, როგორც მოპასუხეს ასევე მოსაჩელეს მიმართ და ნუ დასკვნამდე მივედი, საერთოდ არ არის აქ საჭირო იურისტობა რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ახსნი მოკლედ. აი მაგალითად მე თუ სააპელაციო სასამართლო 10 მარტს გამამართლებს და 10 მარტს როგორც პროკურატურამ მოითხოვა ჩემი კვლავ-დაპატიმრება, ასევე დაცვის მხარემ გავასაჩივრეთ 25000 ლარიანი ჯარიმა და სააპელაციო სასამართლო მოხდა საოცრება და გამამართლა და თქვა ნიკა მელია შენ აქაც ხარ მაგალითად ასეთად გამართლებული და ხარ უმციკლო. მე არ აღმიდგება და ვერ აღმიდგება ჩემი უფლებები, რასაც საუბრობ პირველივე დღიდანვე ქართული ოცნების პოლიტიკური კლასი და რა საუბრობენ. მელია როც გაამართლოსო სააპელაციო ან უზენაეს სასამართლო, ჩვენ განაცდურს გადაუხდითო, ანუ ხელფასი მივცემთო, რაც უნდა აიღო. ანუ ნიკა, ეს არის პრობლემა, თქვენი უფლებამონაცვლე არის უკვე თან პარლამენტში, ეს ტექნიკური პრობლემა თუ სხვა მოტივები აქვს, ან როგორ უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო ციკლის რო გაგიგეთ. ამაზე ხა შეიძელებს სასამართლო ამაზეც იყო მსჯელობა და კონკრეტული კითხვაც დაისვა მოსამართლეს მხრიდან პარლამენტის ინტერესების დაცოლების მიმართ. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ დადგენილებას ვაუქმებთ და პასუხი იყო მათი აზრი აინტერესებდა თუ ბუნებრივია ხა მოსამართლეობა უკეთიციან რა და როგორ უნდა გაკეთდეს წესიდარგი და პარლამენტის ინტერესების დამცველმა უპასუხა რომ სტატუს-კვო აღდგება. ანუ აღუდგება შეწყვეტილი უფლებამოსილება მელიას და შეუწყდება მაგალითად ბადრი ბასუშვილს მანამ სანამ ნუ კვლავ აღარ გამომაგდებენ იმ პარლამენტიდან. ახლა წარმოგიდგენიათ, ანუ რისი თქმა მინდოდა ინსტრუმენტი ხა სასამართლოს იგ. ეხლა სააპელაციო სასამართლო ადამიანური თემით რო თქვა, რისთვის არის საერთოდ? მოგონი. ანუ უზენაესი. თუ პირველი ინსტანციის მოსამართლე უშვებს შეცდომას, ამის შემდეგ ხარებს ეძლევა შესაძლებლობა გაასაჩინოს სააპელაციო სასამართლოში და მერე უზენაეს სასამართლოში. სანამ ეს სამი ინსტანცია არ იქნება მოვლილი და არ იქნება ამოწურული გასაჩივრების მექანიზმები, შენ როგორ თვლი ამ განაჩენს კანონიერ ძალაში შესულად. ჩათვალეს, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მათ მიაჩნიათ, რომ მიაჩნდათ თუ მელია არ იქნება პარლამენტი არის და არ დაიცავს მას იმუნიტეტი, როცა დავჭირდება, მალევე დავიჭერთ და ამ პრობლემის წინაშე ისინი დადგნენ. გადამარჩინა რეალურად ივნისის 26-ში კი ბატონო. მთელი 8 საათის განმავლობაში თელმა ერმა იხილა უსაფუძვლოდ ამდენი მაშინ უფრო მეტრი იყვნენ 92 მასამართლებს და პარალელურად გავრილოვმა გაავრცელა განცხადება სარამეჯაკი და პარლამენტში ვიჯექი და მასამართლებს რომ კი აი ოპოზიციური პარტიის ლიდერების უნდა დაისაჯო და რეალურად ბოლო მომენტში ივანიშვილმა შეცვალა ეს გადაწყვეტილება. რეალური მიზეზი რატომაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება და არ დაელოდნენ მეორე და მესამე ინსტანციას იყო ეს რა მოდი აქედან ეხა მოვიშოროთ. აი ამ შემთხვევაში ვადებში როგორ არის საქმე, უნდა მოისწროს თუ არა საკონსტიტუციო გადაწყვეტილება, ვიდრე 10 მარტს იქნება პროცესი, რადგან იმუნიტეტის აღდგენა არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს. მე როგორც მოსარჩელემ ჩემი ძალიან მოკლე დასაწყისში სიტყვა ვთქვი და მე ედვარი თხოვნითაც ვივმართე, უბრალოდ ჩემი ასე თქვა წინადადება იყო, თუ შესაძლებელია რომ 10 მარტამდე იქნეს გამოცხადებული თქვენი გადაწყვეტილება, რამე თუ მართლაც არც მე მომეცეს იმის შესაძლებლობა რომ ეჭვებში ვიყო და დაუკავშირო რომ აი საკონსტიტუციო სასამართლო განგებწელავს გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდება 10 მარტს, ეხა 10 მარტს მაგალითად
პირობითად თუ დაიჭირეს, ხო? ეხლა არ ვიცი, ნიკა ამ შემთხვევაში მე ეხლა საკონსტიტუციო სასამართლო გინ გამოვიტანოს გადაწყვეტილება, გინ არ გამოვიტანოს, ხო? მაგრამ აი თუ კი შენ აღიდგება უფლება მოსილება დეპუტატისა, აქ უკვე სერიოზული პრობლემა ექნება ხელისუფლებას. ამიტომ არ მინდა რომ ამ ეჭვებში ვიყო მართლაც ეხლა წინასწარი გაწყობით როგორც თავში ახსოვს არ ჩამოსულა დღეს მე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს სულას დავესწარი და კიდევ თუ მე პირადად არასოდეს ესეთ საინტერესო სასამართლოს სულას არ დავსწრებივა როგორც ჩანს სპეციფიკაც კიდევ უფრო მართლაც სხვა არის ამ პაექრობისა საკონსტიტუციო სასამართლოში და ნახოთ არ ვიცი ეხლა აი ნიკა გადავიდეთ სააპელაციო სასამართლოში მოსალოდნელ პროცესზე თქვა არ გამიჩნდებოდა დიახ ნახეთ გადავიდეთ სააპელაციო სასამართლოში მოსალოდნელ პროცესზე თქვენ დღეს თქვით რომ არ დაემორჩილებთ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეს თქვით მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლების ამ რვაკაციანი შემადგენლობის პირისპირ აგუხსენით რას ნიშნავს არ დავემორჩილები ზუსტად დიახაც იცით რა მე მოვიყვანე მაგალითია თქვენი სტებორთით აქაც გავიმეორებ აი ხა მე რომ მანტია შემომასხათ მე მოსამართლის მე მოსამართლე ხო ვერ ვიქნები მე შეიძლება ჩემ თავს შტავაგონო რომ მე მოსამართლე ვარ და რაღაცა ყვაზი გადაწყვეტილება გამოვიტანო საქართველოს სახელით და მიუსაჯო რომელიმე ქართული ოცნების ლიდერს პატიმრობა და ის უნდა დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას არ უნდა დაემორჩილოს მით უმეტეს გადაწყვეტილება რა რომელშიც გავამართლდი საქმეში უბრალოდ რომელშიც გავამართლდი 2 თვის წინ 7 წლის განმავლობაში ქონდათ ეს საქმე წარმოებაში 35 თუ 34 ბრალდებული იყო და ყველა აბსოლუტურად რაც ძალიან კარგია ყველას გაუკეთა განრიდება ანუ საპროცესო კი არ გაუფორმდა თქო განრიდება და მე მაშინ ეხა 2012 წელს ვის ვაინტერესებდა ჩემი ჯერი როდესაც მოდიოდა ალბათ აი ამ განრიდების გაფორმებისა ამ დროს უფრო აქტიური გავხდი პოლიტიკურ ცხოვრებაში და ალბათ ვიღაცა თავში აზრმა და არ დავემორჩილები კიდევ ერთხელ ბორკილს არ დავადებინებ ბორკილს არ დავადებინებ კი ბატონო აი რას კი გისმენთ დაასრულეთ რას ნიშნავს ქვეყნიდან წახვალთ აი ერთი ადამიანის სისტემას როგორ უკავშირდებით როგორ უპირისპირდებით სისტემის ძალას საიდან წავალ ჯერთიც რატომ და წავიდე რატომ და წავიდე ქვეყნიდან ჯერთიც რატომ წავიდე აი ჰიპოთეტურად თქვი ანუ როგორ შეიძლება მოხერხდეს რომ გადაწყვეტილების შემთხვევაში ბორკილი არ დავადებინებ დიახ გაცდით ვამბობ ჩემი ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს გაგებული რომ მე რაღაცა სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვემორჩილებ ეს იქნება ჩემი პროტესტი სასამართლოს არარსებობასთან დაკავშირებით დიახაც მოსამართლე ვებხია ლომიძე არის ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი მოსამართლე რომელიც არსებობს დღეს ბიძინა ივანიშვილის კარზე და ვისაც ოდნავ მაინც ერთხელ მაინც სასამართლოს დაქონია შეხება ძალიან კარგად გამიგებს რას უგულისხმობ ანუ არა მხოლოდ ჩინჩალაძე არა მხოლოდ ბურუსიძე და გავიცეთ ატომაძე დიახაც აი ვებხია ლომიძე ადამიანი რომელსაც არანაირი მართსაჯულება არ აინტერესებს და მართსაჯულების ინტერესებიდან არ ამოდის და ტყუილმართალს კი არ არჩევს აცილებას ძალიან მოითხოვთ დიდარი ადამიანი სამსახურში არის და ჩემი არაფერს არ ჩემი პროტესტი იქნება ასეთი იმ შემთხვევაში თუ მან მიიღო გადაწყვეტილება და საქმეზე რომელსაც 7 წელიწადი განიხილავდნენ თავად და მე 2 თვის წინ გამამართლეს თავად ეხლა ოდნავ მაინც ხო ხა წამოვიდგენიათ ეხლა მით უფრო 20 ივნისის შემდეგ რა ვიცი საოცრად რომ უნდა და დაკავება და ვერ დამაკავეს ეხლა ოდნავ მაინც ხელმოსაჭიდი რო ქონოდათ 2 თვის წინ მე გამამართლებ გადაწყვეტილებას გამომიტანენ არა ეთქობა ახლა მზად არიან რომ ფიქრობენ ყოველ შემთხვევაში რომ ახლა რაღაცა მასკარადი მოიფიქრონ და დადგან და მე აი ამ უკანონო აბსოლუტურად არასამართლიანი მოსამართლის და შესაბამისად მის გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები შესაბამისად გავაპროტესტებ სასამართლოს არ არსებობს და თუ 8 მეთოდი და რა გზით ბუნებრივია ეს გეგმა მე მაქვს მაგრამ იმედია სწორად გამიგებთ არ მინდა ეხლა თქვენს ეთერში პირდაპირ ეთერში 10 მარტამდე ეს განვაცხადო და ამით ცხოვრება გაუვადილო ხელისუფლებას და მათი ცოდნე ზუსტად რა არის ჩემი ჩანაფიქრი მაგრამ ეს ყველაფერი მე განსაკუთრებით გადავწყვიტე მას შემდეგ რა გიგი უგულოვას მოექცენ ისე როგორც მოექცენ სწორად ამის თქმა მინდოდა რადგან უგულოვას შემთხვევაშიც იყო ძალიან ბევრი საეჭო თემა და ბევრი კითხვა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებაში თუმცა ის წავიდა იმ 7 პროტესტი იყო მისი არჩევანი თქვა რომ ღიმილით სიმშვიდის სიმკიცით აი ესე წავალ ციხეში. ანუ ეს ხომ არ ნიშნავს თუნდაც სტრატეგიის ცვლილებას რომ მეტი ხმაური მოყვეს, კიდევ უფრო მეტი ხმაური მოყვეს ოპოზიციის. კი ბატონო, მე მქონდა გიგი უგულა კი მესმის მადლობა
დიახაც ეს გადაწყვეტილება მეძიეთად მევაღებია გიგულავა უკანონო დაპატიმრებამ. და მანამდე მეც კი მოგეხსენებათ ხო ივნისის 27-26 რიცხვი იყო, როდესაც მეც ვამბობდი რომ კი ბატონო მომისაჯეთ რაც გინდათ გააკეთეთ და მაშინ არაერთგვაროვანი გამოხმაურებებიც იყო საზოგადოებაში და ნამდვილად მივიღეს გადაწყვეტილება რომ ამ საჯას მივიღებ. გავრილოვის საქმეს გულისხმობ, თუმცა აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვაპირებ იგივე ტაქტიკით და სტრატეგიით მოქმედებას. დიახაც, მე ვფიქრობ, რომ მეც შესაძლებელია დაუპირისპირდე და ასეც ვიზამ მრავალფეროვნად აი ამ ძალიან მდიდარი ადამიანის ხელისუფლებას, რომელიც მაინდამაინც ვერ დაიკვეხნის ბევრი ჭუითა და ტალანტით. ნახოთ იმ გეგმას, რომელიც მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული, რაც დაუპირისპირებენ. რაღაც პერფორმანს ველოდოთ დარბაზში, თუ აი რაღაც მინიშნებით მაინც თუ გვეტყვით. აი ფაქტია რომ რა იცით რა არ მინდა უბრალოდ არ იქნება პრაგმატული ჩემის მინდა სწორად გამიგეთ, მაგრამ მინდა აქედან ვეიცოდეს ხელისუფლებამ რა არის ჩემი გადაწყვეტილება წინა შემთხვევაში ამ ხალხს აი დავასრულოთ შეიძლება უნდათ რომ მუდმივ რეჟიმში ეხა მამყოფონ მდგომარეობაში სადაც ჟურნალისტი მე მკითხავს აი როგორ ფიქრობთ ელოდებით დაპატიმრებას დაჭერას თუ არ ელოდებით მე თუ კი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო მე გაასაჩივრებენ უზენაეს სასამართლოში იქ მე თადუმაძე დახვდება მე კვლავ იგივე კითხვები და ამასობაში ბევრი სხვა პრობლემა საკითხი არის გადასაჭრელი ხო ოპოზიციურ ასე თქვა ველზეს და არ მინდა მუდმივად ვიყო იმ მდგომარეობაში რომ იცით რა პირდაპირ ახლავე ვეუბნები იმ გადაწყვეტილებას რომელიც მივიღე რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოთ მე იმ გადაწყვეტილებას არ მივიღებ და ამით გაგიპროტესტებთ თქვენ სასამართლოს არ არსებობს არ არის სასამართლო არ არსებობს სასამართლო მივიწებე ერთი ბიზნესმენის შუშის სასახლეში სადაც თვითონაა მოსამართლე და გენპროკურორსაც ისწრებს და მე იქ რაღაც ბიზნესმენებს შორის არჩევს დავას და თადუმაძე შალვა გეკითხებით თუ შეიძლება რიტორიკულად მაცადე ძალიან ხო აი ფიქრის ჩამოყალიბება მე რო ახლა მანტია ჩავიცვა ან ქურდუკის ნაცვლად მე ვიქნები მოსამართლე თუ არ ვიქნები რანერი მოსამართლეა შალვა თადუმაძე კაცო აი ადამიანი ხარ ბიჭი ივანიშვილის იურისტია ხარ პროკურორია ხარ მოსამართლეა რანერი მოსამართლეა მურუსიძე რანერი მოსამართლეა ჩინჩალაძე ხარდო საერთოდ და ვინ არის არ რატომ უნდა მივიღო მისი უმსამართლო გადაწყვეტილება რომელიც განიზრახეს და თავად მურუსიძე სასამართლო ვერ გამოსამართლო ორი თვის წინ და ეხლა უცხო რაღაცა ფიქრები აიშალათ და უნდათ რომ რევიზია მოახდინონ იმ გადაწყვეტილების კი ბატონო ეს თამაშის წესები მიღებული და შესაბამისი გეგმითაც დაუპირისპირდები მათ ნიკ აი თქვით ბოლომდე ვერ ვიხსნები ამ კითხვის ფარგლებში მესმის საინტერესოა ვნახოთ როგორ იქნება თქვენი პასუხი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ერთი ასეთი კითხვა გამიჩნდა თქვენ თქვით რომ აი თუ მოხდა საოცრება და გამამართლებს სააპელაციო ხომ არ ფიქრობთ რომ შეიძლება იყოს ეს თუნდაც სცენარის ნაწილი რომ აჩვენონ სასამართლოს დამოუკიდებლობა რომ აი ერთ შემთხვევაში უგულავაზე იყო პატიმრობა მელია შემთხვევაში ვთქვათ არა გამართლა სააპელაციო სააპელაციო სასამართლო რა უნდა გამოვიდეს სააპელაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლო არ უნდა დამაპატიმროს თუ იქ სასამართლო ის გამართლებული ამას გულისხმობდი ამას სადაც გამართლებული ვარ იქ სადაც გამართლებული ვარ ორი თვის წინ ის გაასაჩივრა პროკურატურამ მე ჯარიმის ნაწილზე თქვი ალბათ ის იგულისხმეთ თქვენ თეორიულად მე მივხვდი რაც ვკითხეთ თეორიულად ხო შესაძლებელია თქო თავში ვსაუბრობდი რომ მაგალითად გავმართლდე იმ ნაწილში და არა რომც გავმართლდე მაგალითად ჯარიმის ნაწილში მე პარლამენტში ამას ვუყვებოდი ვერანაირად ვერ ბრუნდები ვერც ერთი გზით იმიტომ ინსტრუმენტი არა მე გეკითხებით პატიმრობის ნაწილში პატიმრობის ნაწილზე გკითხეთ პატიმრობის ნაწილში მე გამართლებული ვარ, მინდა სიცხადე შემოვიტანო, თუ კი რამე შეუძლია ხელისუფლებას გააკეთოს, ეს არის დამაპატიმროს, ანუ დამიმძიმოს, ანუ ვეღარ გამამართლებს იქ სადაც გამართლებული ვარ ორი თვის წინ. დიახაც, შეიძლება მე არასწორად ბევრი საკითხი ერთმანეთთან ავურიე და ანუ რეალობა ეს არის. ხელისუფლების წყალობა რომც უნდოდეთ ვერანაირად ვერ შედგება. ანუ იმ შემთხვევაში თუ პატიმრობას არ გამოიყენებენ, ბატონიკა იმ შემთხვევაში თუ პატიმრობას არ გამოიყენებენ სააპელაციო სასამართლოში. მე მგონი სწორად ვსვამ კითხვას. დიახ. აი ამ შემთხვევაში ხო და როგორ უნდა გამოიყენო თუ ბოლომდე არ გააფრინეს ბაპატიეთ ამ სიტყვითის ხო და ორი თვისი გამამართლეს საქმეში 7 წელიწადი ამ საქმეს განიხილავდნენ ხო და აი ეს არის თელიუბედურება ასე რომ მე უზენაეს სასამართლოში უნდა გაასაჩივრონ და გაასაჩივრებენ ალბათ სადაც იქ თადუმაძე არ ვიცი მე ხა დახურუკას მიყვა რას გააკეთეს მაგრამ იმდენად წამოდგინეთ ეხა
ჩემს ადგილზე წარმოვიდგინეთ თავი. გიგი უგულავა დააკავეს პირობითად გუშინ, ხო აი მომდენო დღეს გიგი უგულავას დაკავების მომდენო დღეს ჩემს ადვოკატს, რომელიც სახაზინო წესით ამყავს, აყვანილი ადვოკატს არ ამიყვანია, ნამდვილად, იმიტომ რომ იმდენად აბსურდული საქმე იყო, რომ თვლიდი რომ სულ ინგლისიდან და გერმანიიდან დავიქირავო 10 და 20 ადვოკატი, თუ პოლიტიკური ნებაა, ჩემი დაკავება და დაპატიმრება, მაინც დავაპატიმრებდა. სახაზინო ადვოკატი მიცავს და სახაზინო ადვოკატს დაურეკეს გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ მომდენო დღეს და უთხრეს, რომ პროცესი ჩაინიშნა 10 მარტს. ახლა ამდენ გავიზარდე მე მგონი საიმისოდ რომ ასეთი დამთხოვების არ დავიჯერო. აი ნიკა როგორ ფიქრობთ, რადგან ამბობთ რომ შერჩევითი სამართალი და მთავარი მოსამართლე შუშის სასახლეშია, რატომ გახდით ივანიშვილის სამიზნე? ეს გესტვორცდები კონტაქტის პრობლემა არის ნიკა მელიასთან დავუკავშირდებით მას რამდენიმე წუთში, ის არის საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მოლოდინში, თუ მას ესმის ჩვენი და თუ შეგვიძლია საუბრის გაგრძელება. კარგით, მაყურებელს ვეთყვი კიდევ ერთხელ, რომ ის არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, სადაც უნდა გადაწყდეს მას აღუდგენენ თუ არა დეპუტატის უფლებამოსილებას და ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის მისი პატიმრობის სურვილის შემთხვევაში, რადგან მისცემს მელიას საპარლამენტო იმუნიტეტს 10 მარტს არის ჩანიშნული სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში, სადაც გაცოცხლდა კიდევ ერთხელ საქმე, რომლის ერთ ნაწილში მელია იყო გამართლებული და მეორე ნაწილში, აი მძიმე მუხლის ნაწილში, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს, პროკურატურამ გაასაჩირა ეს ნაწილი და აი ნიკა მელიასთან შეგვიძლია საუბრის გაგრძელება. ნიკა, თქვენ ამბობდით, რომ მთავარი მოსამართლე არის შუშის სასახლეში. კი, აი მაინტერესებს, რატომ ფიქრობთ, რატომ გახდით? აი ამ ლოგიკიდან გამომდინარე ივანიშვილის სამიზნე ეს არის მხოლოდ ქართულთან დაკავშირებული ამბავი თუ რატომ რა მიზეზი? არა ამ ადამიანს ხო გითხარით ამ ადამიანს ჯერ ქონდა ერთი ცდელობა და უბრალოდ ეს ვერ მოიყვანა განზრახვაში და რატო ეხა მას კითხეთ ივნისის 25-26-ში ხო ვიცით რასაც გულისხმობ ხო უბრალოდ მაშინ შეუშალა მაპატიეთ ხელი ჩემო საპარლამენტო იმუნიტეტმა ხო ფაქტია და ადვილი ნადავლი გავხდებოდი და როგორც ირაკლი ოქროაშვილი დააკავეს ესე მოხდებოდა ჩემი დაკავება იმ დღეს ამაში ვარ აბსოლუტურად დაწუნებული. ბანკი ქართულთან დაკავშირებული შურისძიება არ არის ამ კონტექსტში. არა, უბრალოდ შეაინტერესა რა 2012 წელს აღიძრა ეს საქმე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ეს გამოგჩათ. 24 არ მინდა შემეშალოს 34 თუ 35 ადამიანს წარუდგინეს ბრალი. ამ რაოდენობიდან ყველა ადამიანს რაც ძალიან კარგია გაუფორმდა განრიდება, ანუ განარიდეს სისხლთრების დევნისგან და მარტო ჩემი საქმე შემოდეს თაროზე. წარმოიდგინეთ ახლა 34 წელს ბრალი წაუყენო და აქედან 33-ს განრიდება გაუფრინო, რაც ძალიან კარგი და ერთი შემოდო თაროზე მარტო წლების განმავლობაში და მე გამოვიტანა 4 თუ 3 თვით წინ გადაწყვეტილება მოსამართლე ისიც მხოლოდ ჯარიმის ნაწილში ხა რა 2013-ში ვერ დამაპატიმრებდა რომ დომოდა 2014-ში 2015-ში მაგრამ მას ეხა მაშინ არმია ჭდა რომ ოპოზიციური ასე თქვათ პარტიების ლიდერები მას შეუქმნიდნენ სერიოზულ პრობლემებს და ახლა განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური დევნის გარდა ის ფიქრობს რომ მას არაფერი გამოსავალი არ აქვს მაგრამ აქაც რომ ცდება ეს არის მისი თელი უბედურება იმიტომ რომ ნიკა ბოლო კითხვა მაქვს თუ შეიძლება კიდევ უფრო მეტი სიმძიმეა ივანიშვილისთვის ნიკა ბოლო კითხვა მაქვს ძალიან მოკლედ რა თუ შეიძლება ციხეში და ოქროაშვილი ციხეში უფრო პრობლემა არის და ყველა ის პოლიტპატიმარი რომელიც ყავს. ბოლო შეკითხვა ძალიან მოკლედ ლობიზმზე არის დღევანდელი გადაცემა და კიდევ ერთი კონტრაქტი გაფორმდა ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან. რა შანსი აქვს ხელისუფლებას ბევრი ფინანსების დახარჯვით, ბევრი ფულის დახარჯვით შეცვალოს ეს ტონის სტრატეგიული პარტნიორების მოკლედ და დავასრულებთ თქვენთან საუბარს. დიახაც ხელისუფლება ივანიშვილის მართლა გონია რომ ის საერთაშორისო გამოხმაურება ივანიშვილისთვის ასე თქვა არასასარგებლო განპირობებულია იმით რომ ოპოზიციონერმა პარტიებმა დაიქირავეს ლობისტები რაღაცა სხვადასხვა პერიოდში და გახსოვთ დარბოდნენ ხო სხვადასხვა დოკუმენტით რომ აი ნაციონალურ მოძრაობამ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და შემდეგ ხო გახსოვთ ხო იცით ეს გულისხმობ მართლა გონია რომ ამის გამო არის ის უკმაყოფილება და ეხლა ვიფიქრა რომ იცით რაღაცა მილიონებს დავხარჯავ ისიც ხალხის ფულს და ამით ვითარება შეიძლება საერთოდ რამდენი რაც ფულია ყველაფერი დახარჯოს შავზე თეთრს ვერ ათქვევიებს ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ეს არის გამორიცხულია თუ არა და ამის მე ხახარ ვისაუბრობ და
გავაძებთ თვეები და დავწუნდები თამაში. მადლობა თქვენ პირიქით, დიდი მადლობა. მადლობა ნიკა მელიას უსმენდით პირდაპირ ეთერში ის არის ორი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში.